მე-13 საუკუნეში ცნობილი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც დაანგრია სამხრეთ საქართველოს. მოვლენა შეეწირა აწუვის მარიამ ღვთისმშობლის ტაძარიც, მაგრამ ეს იყო ლიტანიობის დროს და ღვთისმშობლის ხატი გამოსვენებული იყო და დასვენებული იყო გუმბათქვეშ. ემატიანე მოგვითხრობს, რომ მთლიანად დაინგრა, განადგურდა ყველაფერი, მაგრამ ხატს ითარცაქუდი გუმბათი დაემხო და ის გადარჩა უხილებლად. კატასტროფის დამადასტურებელი არქეოლოგიური მონაპოვარიც არის. როგორც ჩანს, ეს მართლა ძალიან მძიმე და ძლავრი მიწისძვრა იყო, რადგანაც კათედრალური ტაძრის ჩრდილოეთით გავლებულ თხრილში გამოჩნდა აუარებელი ჩონჩხი, ერთად იყო ჩაღრილი ქალი, კაცი, ბავშვი. ანუ დიდი მსხვერპლი იყო, მაგრამ აქ სხვა რამე იყო კიდევ ერთი საინტერესო. როგორც ჩანს, ამ მოვლენას სასულიერო წოდების პირებიც შეეწირნენ და ერთ-ერთი ასეთი პირის სამარხის გათხრის დროს აღმოჩნდა ტიხრული მინანქრის პატარა გულსაკიდე ხატი, რომელზეც იასპის ქვაზე არაჩვეულებრივი ხელოვნებით არის გამოკვეთილი ჯვარცმის სცენა იოანესა და მარიამის გამოსახულებით. სულიად ცხადი ხდება, რომ ქრისტიანობის პირველი ნაბიჯები, რაც დაკავშირებული არის მარიამ ღვთისმშობლის საქართველოში მობრძანებასთან, ასევე დაკავშირებული არის ანდრია მოციქულის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ეს სრულ ჭეშმარიტებად შეგვიძლია ჩავთვალოთ და ვაღიაროთ და ეს ასეც არის, რომ ქრისტიანობის პირველი და მძლავრი ნაბიჯები სწორედ პირველ საუკუნეში გადაიდგა საქართველოში.